კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Sin City-ში. აქ არსებობს აბსოლუტური კარგი და ცუდი. როდესაც სისტემა მთლიანად პება, პოლიცია, ეკლესია, ხელისუფლება, მედია, იქ ინდივიდუალურ სამართლიანობას ხალხი საკუთარი ხელით ქმნის. ყველა პერსონაჟს თავისი მორალი აქვს, რომელიც გარემოებებზეა დამოკიდებული. მაგალითად, მარვი კლავს ადამიანებს, მაგრამ ამას აკეთებს სამართლიანობის აღდგენის სახელით. დუაიტი ჩადის ძალადობას, მაგრამ ამას უსამართლობის წინააღმდეგ აკეთებს. ეს არის მორალური რელატივიზმის კარგი მაგალითი, სადაც კანონები და წესები უშედეგოა, რადგან სისტემა კორუმპირებულია, ხოლო პერსონაჟები თავად ადგენენ საკუთარ კოდექსს, რაც ხშირად კიდევ უფრო სასტიკ ფორმას იღებს. პერსონაჟების ცხოვრება კი შურისძიების ციკლში ტრიალებს. Sin City პირდაპირ აჩვენებს, რომ ქალაქი და ცივილიზებული საზოგადოება მხოლოდ ნიღაბია, რომლის ქვეშ ადამიანური ცხოველური ინსტინქტები იმადება. ძალადობა, შურისძიება, სექსუალური ტოლვა, ფარველობის შინი. ფილმი გვაჩვენებს, რომ ბოროტების დამარცხება შესაძლებელია, მაგრამ ყოველთვის საკუთარი სიცოცხლის ფასად, ზუსტად ისე როგორც ანტიკურ ტრაგედიებში. Sin City-ს ფილოსოფია გვასწავლის, რომ სამყაროში, სადაც კანონები უძლურია, ადამიანები თავის ჭკუაზე ადგენენ მორალს. შურისძიება ხდება ცხოვრების აზრი, ხოლო ძალადობა კანონს ზომიერება. ეს ყველაფერი კი საოცრად საინტერესოდაა გადაღებული. Sin City-მ ნამდვილი მწვანე ფონის რევოლუცია მოახდინა კინოში. ფრენკ მილერის კომიქსების სტილი პირდაპირ ეკრანზე გადმოიტანეს თითქმის მთლიანი მწვანე ეკრანის გამოყენებით. ეს არა მხოლოდ უნიკალურ ვიზუალს ქმნის, არამედ იდეალურად ასახავს ამ ბნელ, ნეოეგზისტენციალურ სამყაროს, სადაც გმირები და ბოროტმოქმედები ერთი მონეტის ორი მხარეა.